მოგესალმებით ყველა ჩემს არხზე, იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. დაგიბრუნდით დღის ვლოგით, ვეცდები რომ მთელი დღის მანძილზე გადავიღო და არ დამავიწყდეს, როგორც ყოველთვის. ახლა არის დილის 9 საათი, გავაცილე ჩემები სკოლაში, სამსახურში და ვიწყებ დალაგებას პატარას ძინავს, რამდენსაც შევძლებ, იმდენს ვალაგებ, სანამ სძინავს და ვცდილობ რომ დილით დაძინების დროს დავალაგო, ხოლო მეორედ რომ დავაძინებ, მოვამზადო სადილი. მესამე ძილს ხშირ შემთხვევაში გარეთ ვაწყობთ ხოლმე, სეირნობ 4-5-ისკენ და მაშინ იძინებს გარეთ, რადგან ძალიან უყვარს გარეთ ძილი. ახლა ვიწყებ სამზარეულოს დალაგებით, დილით ვდგები 6:30-ზე, ვამზადებ საუზმეებს, ვაცილებ ჩემებს, პატარა დგება 6-ზე, ისიც აცილებს მამიკოს და დაიკოს და ძამიკოს და ასე შემდეგ 8 საათისკენ მიდის დასაძინებლად. იქამდე ვთამაშობთ, რაღაცებს ვაკეთებთ, ვაჭმევ საუზმეს. როგორც იტყვიან, ვასაუზმებ, რაც შეეხება პატარას კვებას, არ ვიცი რატომ აკეთებენ ჩემი შვილები ასე, ნიცა და გოჩაც ასე იყვნენ და გაბრიელმაც იგივე გაიმეორა სამწუხაროდ. ბუნებრივ რძეს იღებენ ძალიან ცოტას და შემდეგ თავისით აგდებენ. მიუხედავად იმისა, რომ რძე მქონდა ძალიან კარგი, ნოყიერი, რადგან თვეში იმატებდა 1.5 კილოს და თვითონ ექიმიც მეუბნებოდა, რომ რძის მაგივრად ნაღები გაქვს ალბათოდ და 2 თვის რომ გახდა, სრულიად უარი თქვა ბუნებრივ რძეზე. ზუსტად იგივე მქონდა ნიცაზეც და გოჩაზეც, ნიცა 7 თვემდე ძლივს მივიყვანე, აი რასაც ქვია ძლივს, არაფრის დიდებით აღარ უნდა დაჭამა, მაგრამ პირველი ბავშვი იყო და მეთქი, ბუნებრივი კვება აუცილებელია ბავშვისთვის, ასე და ისე და აი ძლივს მივიყვანე 7 თვემდე, აი დაძალებით, გულს ირევდა, არ უნდოდა, არ უყვარდა და შემდეგ კოვზებით ვაჭმევდი ხოლმე. გოჩა ზუსტად 4 თვის რომ გახდა, უარი თქვა დედის რძეზე და არც ფორმულა არ მიიღო, მახსოვს გვიანობამდე მშიერი იყო და შემდეგ მივეცით ფაფა, ჰაინცის ფაფები იყიდება საქართველოში PSP-ს აფთიაქში და მახსოვს რომ უკვე გვიანი იყო, ვაპირებდით უკვე საავადმყოფოში გადაყვანას, რადგან არც ფორმულა არ მიიღო, არც დედის რძეს არ სვავდა, ტიროდა გამუდმებით, რადგან მშიერი იყო და ჩემმა დედამთილმა მოიტანა ჰაინცის ფაფა და პირველი იყო ჰაინცის ფაფა 4 თვიდან, რომელიც მივეცი და ის მიიღო. მას შემდეგ ფაფებზე იყო, ხოლო ნიცაც 4 თვიდან გადავიყვანე ფაფებზე, მაგრამ ვცდილობდი, რომ ბუნებრივი კვება მაინც მეჭმევინა. გაბრიელი 2 თვის რომ გახდა, დაიწყო ამანაც თავისი ხასიათის გამოვლენა და ნელ-ნელა უარი თქვა დედის რძეზე. ნელ-ნელა არა, მთელი დღესაც მშიერი იყო 2 თვის რომ გახდა და შემდეგ ისიც ძლივს ძლიობით, ცოტა ფორმულა დალია და ნელ-ნელა დავიწყე მერე ფორმულის მიცევა და მიჩვევა ფორმულაზე. მიუხედავად იმისა, რომ მართლა კარგი რძე იყო, კარგად იმატებდნენ წონაშიც, არ უნდათ რავი. მე კი ძალიან მინდოდა რომ მეჭმევინა, მაგრამ თვითონ უარზე არიან. ასე რომ ახლა გაბრიელი მყავს ფორმულაზეც, მყარ კვებაზეც, რაც შეეხება თვითკვებას ვერაფრით ვერ ავიღეთ. ერთხელ მხოლოდ
ერთხელ მივეცი, რომ თვითონ ეჭამა და იმის მაგივრად, რომ პირში ჩაიდოს, იღებს საკვებს და ხელში სრისავს. მერე ყველგან უსმევს, თავის თავზე ისმევს და მას შემდეგ აღარ ვაძლევ. ჯერჯერობით მე ვაჭმევ და ჯერჯერობით კარგად მიდის. დილაობით 6 საათზე ვაძლევ ფორმულას, ისიც 60 გრამი, მაქსიმუმ 90 თუ დალია. ყოველი შემთხვევისთვის 120 ან 150 ვუკეთებ ხოლმე, იმის იმედით, რომ იქნებ დღეს უფრო მოშიებული იყოს და იქნებ დღეს გაგვიმართლოს და მეტი დალიოს, მაგრამ როგორც ყოველთვის 60-90 გრამი მაქსიმუმ. შემდეგ სადღაც 10 საათისკენ, 9 საათისკენ რომ იღვიძებს, ვუკეთებ სხვადასხვა ფაფებს, ბანანით, ვაშლით, მე თვითონ ვხეხავ ვაშლს, მსხალს და ასე შემდეგ. მოკლედ აღარ ვიცი რითი ვასიამოვნე ეს პატარაც. იმის გარდა რომ ყოველდღიურად ვფიქრობ რა მოვამზადო სადილე და ვინ რას მიირთმევს, ამისთვის ცალკე ვფიქრობ რითი ვასიამოვნო. ასევე ვუკეთებ წვნიანებს დღისით და ვცდილობ რომ სხვადასხვა მარცვლეული მიიღოს, ისეთი როგორც კინოა, კუსკუსი, წიწიბურა, სიმინდი, რაც მთავარია, რადგან სიმინდის ფაფები საერთოდ არ არის, ჩვენთან ფაფები არის შვრიის, ისიც უბრალოდ შვრია და მანის ფაფები არის, არ ვიცი, თითქმის ყველა ფირმა უშვებს მანის ფაფებს და არის უბრალოდ მანის ფაფა ყოველგვარი დანამატის გარეშე. ხშირ შემთხვევაში ვახეხავ ხოლმე ხილს, ბოსტნეულსაც, ხანდახან ვხარშავ, გოგრას განსაკუთრებით ვხარშავ, შემდეგ ვაბლენდერებ და ისე ვხუდებ. საქართველოში რომ იყიდება ეს თუნდაც ჰაინცის ფაფები, მახსოვს რომ იყო სხვადასხვა, მაგალითად წიწიბურა ვაშლით, ბრინჯი, გოგრით და ასე შემდეგ. ესეთი დანამატები უფრო ადვილს ხდის მომზადებას და უფრო გიადვილდება, იმიტომ რომ არ ფიქრობ, როდის რა მოვამზადო, უბრალოდ გამოიღებ განსხვავებულ ფაფას და მოვამზადებ. და თან გემრიელიც იყო, უფრო გემრიელი ვიდრე აქ, რადგან აქ არ არის საერთოდ დანამატებით, უბრალოდ მანის ფაფა ან უბრალოდ შვრია და ასე შემდეგ. ყოველგვარი დანამატის გარეშე და არის უგემური, ამიტომ ამასაც ძლივს ძლივობით ვაჭმევ ხოლმე. როგორც ხედავთ, გაიღვიძა პატარამ, გავუკეთე საუზმე, დღეს გავუკეთე 2 ცხობილა მანის ქაშით და ბანანით, თუ ზუსტად მახსოვს, რადგან ეს ვიდეო არის გუშინდელი გადაღებული და დღეს ვახმოვანებ, ამიტომ ზუსტად თუ მახსოვს, ბანანით იყო. ჩავრთე ახლა ტელევიზორი და ვრთავ მულტფილმებს, არა იმიტომ რომ გაბრიელმა უყუროს, არამედ როცა ხვდება რომ მარტოები ვართ, ტირის წუხდება და ამის გამო ხშირად ვრთავ ხოლმე მულტფილმებს, რომ ხმა გაიგოს და ეგონოს რომ მარტოები არ ვართ. ეს ბოლო 2 კვირა ბავშვები სახლში იყვნენ, მიჩვეულია ხმაურს და ბავშვებს, ამიტომ ცოტა პანიკაში ვარდება, მარტოები რომ ვართ, გვერდიდან არ მშორდება და სულ ტირის და ხელში უნდა. ამის გამო ვრთავ ხოლმე ტელევიზორს და როგორც ხედავთ, არ ვიცი, ალბათ 10 წუთი იჯდა მარტო. ახლა ჩავსვი ჭოჭინაში, ჭოჭინით სიარული ისწავლა, ეს ბოლო კვირა უკვე კარგად დადის და თან დამყვება. სადაც მივდივარ, როგორც ხედავთ, თან დამყვება და ამ დროს ჩემს გრძელ შტატივს დასდევს, უნდა რომ აიღოს ხელში და ამიტომ ხშირად მოდის ხოლმე აქ
კამერასთან, რადგან უნდა რომ ტელეფონი აიღოს ხელში. ასევე გიждდება ისე უყვარს მტვერსას სრუტი, განსაკუთრებით ეს დაბლა მწვანე შუქი და დასდევს ამ შუქს პატარა კნუდივით. აი სადაც მივდივარ ამ შუქს მისდევს ასე საყვარლად. მოკლედ გავამტვერცა სრუტებ, შემდეგ ვითომ მივალაგე, ისიც ვერ მოვახერხე და ჭოჭინაშიც დიდხანს არ ზის, შემდეგ უკვე ითხოვს ყურადღებას და ტირის, ამიტომ გადავედი უკვე და მივაქციე პატარა ყურადღება, შემდეგი რომ დაიძინა, გადავედი უკვე სადილების მომზადებაზე. Chasing shadows, moving too fast. Didn't see the way our love couldn't last. Now I'm stuck replaying what I put you through. Every night I'm haunted by the thought of you. If you need my loving, call me and I'll step on through. And we can talk all night long. If you want this loving, then call me and I'll drive to you. And we can touch all night long. Just call me and I'll come through. Just call me and I'll come through. Just call me and I'll come through. I was chasing shadows, moving too fast. Didn't see the way our love couldn't last. Now I'm stuck replaying what I put you through. Every night I'm haunted by the thought of you. If you need my love, if you want this love, if you need my loving, call me and I'll step on through. გაბრიელი დავაძინე, ახლა არის სადღაც 1 საათი და დავიწყე უკვე სადილების მომზადება. დღეს განსაკუთრებულს არაფერს ვამზადებ, უბრალოდ შევწვავ ქათმის ბარკლებს, შემდეგ ამოვიღებ ამ შემწვარ ხორცს და იგივე ტაფაში მოვთუშავ ხახვის სტაფილოსთან ერთად და შემდეგ დავუმატებ ბრინჯს და მოვხარშავ ბრინჯს. რაღაც ალია ფლოვივით გამომივა, ოღონდ ხორცს შიგნით არ ჩავუდებ, ხორცს ცალკე დავდებ. ასევე პატარასთვის ვამზადებ ქათმის ხორცს, პატარას ცალკე ხორცი აქვს, ბიო ქათამი აქვს, რომელსაც ჭრი ვაქუცმაცებ და ისევ ყინავ, შემდეგ სურვილისამებრ გამომაქვს თითო ნატეხი და ისევ ვამზადებ სადილებს. პატარასთვის ვამზადებ კუსკუსს, ყვავილოვანი კომპოსტოთი და სტაფილოთი. ასევე ვუმატებ დამავიწყდა კარტოფილს. ასევე ვუმატებ კარტოფილსაც. ახლა ვამზადებ პიროგს და გამახსენდა რომ არც ერთი აღდგომა ისე არ ჩაივლიდა დედაჩემს ეს პიროგი რომ არ მოემზადებინა და ნოსტალგია გამეხსნა მოკლედ და გადავწყვიტე რომ მეც გამეკეთებინა. ძალიან ადვილი მოსამზადებელია, ავიღებ ქვილი, ზუსტ პროპორციებს დავდებ ინფობოქსში, ქვილს დავუმატე საფუარი, ასევე 1 კვერცხი, ვანილი და რძე გახსნილი წყალში. აქედან 150 გრამი თბილი რძეა და 100 გრამი წყალი. მორჩა მოვზილე ცომი და დავდე ამოსასვლელად. სადილე მზად არის, ბრინჯი მოიხარშა. მე მგონი ძალიან ბევრი ბრინჯი მომივიდა, მაგრამ არა უშავს, აქაც ქათამი შეიწვა, ესეც გაბრიელის სადილი. გაბრიელმა მიირთვა უკვე და აქ არის ცომიც ამოვიდა. ცოტა ხანში ამ ცომისგან
გავაკეთებ პეროგს, ხოლო ახლა მინდა რომ შევღებო კვერცხები. კვერცხებს შევღება ყვითლად და ლურჯ ფერში. ყვითელი მინდა რომ უბრალოდ შევღებო, ხოლო ლურჯი გავაკეთო ზეთის დახმარებით, ლამაზი ორნამენტი რომ მიეცეს. დღესაც გადავწყვეტე რომ კვერცხის შემეღება, რადგან ისედაც მომხარშე 4 კვერცხი სალათისთვის, საღამოს ვახშმისთვის ვაპირებ სალათის მომზადებას და ვიფიქრე რომ რატომაც არა თან 2 დღის უკან ვიშოვე ეს წყალში გასახსნელი საღებავები და შევიძინე, ამიტომ გადავწყვეტე რომ ბარემ შემეღება, რადგან თვითონ აღდგომას ვღებავ მხოლოდ წითლად და ვიფიქრე რომ რატომაც არა შემოვიტანე ასეთი სილამაზეები ჩვენს ყოველდღიურობაში. საკმაოდ ლამაზი გამოვიდა, ასევე გამეჩნდა სურვილი რომ გამეკეთებინა ასეთი მარგალიტები. ეს არის თმის მარგალიტი, თავზე გასაკეთებელი, რომელსაც არავინ არ იკეთებს და 2 დღის უკან რომ გადავახარისხე კარა და მინდოდა რომ გადამეგდო და ვიფიქრე რომ კვერცხებზე იქნებოდა ძალიან ლამაზი და გადავწყვეტე რომ ახლა გამეკეთებინა ეს მარგალიტები კვერცხებზე. ასევე სულ დამავიწყდა ვიდეოს დასაწყისში სამზარეულოს რომ ვალაგებ, ვაჩვენებ იქ რომ ვისმევ ხელზე კრემს და ისე ვიკეთებ ხელთა თმანს. ეს არის პატარა ხრიკი ჩემგან, ვინც ასე არ აკეთებს, სცადეთ აუცილებლად. როცა ვიწყებ რაიმეს გაკეთებას და ვიცი რომ ხელთა თმანი მეკეთება სადღაც 5-10 წუთი მაინც, ვიღებ კრემს, ხელის კრემს, ვისმევ სქლად და შემდეგ ვიკეთებ ხელთა თმანს. სულ ერთია როგორ ხელთა თმანს გაიკეთებთ, განსაკუთრებულად კარგი ეფექტი ექნება რეზინის ხელთა თმანებს და ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ბოლოს რომ ვიხსნი ხელთა თმანებს, რომ მქონდა ხელის მასკა ხელებზე. ხელები არის ძალიან რბილი და გამოდის 2 1-ში. თან ვალაგებთ, თან საკუთარ თავებს ვუვლით. გადავიდეთ ახლა ჩემს პეროგზე და გადავწყვეტე რომ 2 მომემზადებინა. ერთს მოვამზადებ ჯემით, ალუბლის ჯემით და ბავშვებს ალუბლის ჯემი არ უყვართ, ამიტომ ერთს მოვამზადებ შოკოლადით. როგორც ნახეთ, გავაბრტყელე ჯერ დაბლა ცომი, შემდეგ დავოდე ჯემი და ზემოდან ვუკეთებ ასეთ ორნამენტებს ლამას, ხოლო მეორე პეროგს გავაბრტყელებ ჯერ მოკლედ გავაბრტყელებ 2 ცომს, წავუსმევ დაბლა შოკოლადის კარაქს, შემდეგ მეორეს დავადებ ზემოდან, გადავჭრი და გავუკეთებ ასევე უზორებს და ორნამენტებს. მოკლედ იმედი მაქვს რომ კამერაში კარგად ჩანს, რასაც ვაკეთებ. შემდეგ გადავაფარე საკვები პარკი და დავდეთ ბილ ადგილას. სადღაც 20 წუთში უკვე ძალიან კარგად ამოფუვდა, წესით ვაპირებდი 1 საათი გაჩერებას, მაგრამ 20 წუთში უკვე იმხელა იყო რომ ვიფიქრე გაფუჭდება თქო, თუ კიდევ ზედმეტად გაიზრდება და გამოვაცხე. ვაცხობთ ღუმელში, კარგად გახურებულ ღუმელში 10 წუთით, რადგან 10 წუთზე მეტი არ სჭირდება. გამოცხობის წინ სურვილის ამებრს შესაძლებელია ზემოდან კვერცხის გულის წასმა, ან შეგიძლიათ უბრალოდ რძე წაუსვათ, ან და წყალი. უბრალოდ წყალს უსმევთ ზემოდან და ისე აცხობთ.
ამასობაში სერგოც მოვიდა სამსახურიდან და დააგემოვნა ცხელივე ჩემი პიროგი, ზემოდან ვაყრით შაქრის პუდრას, სურვილის და გემოვნების მიხედვით, რა თქმა უნდა, და შემდეგ მე და გაბრიელი გავედით უკვე გარეთ, რადგან გარეთ იყო ძალიან კარგი ამინდი. ახლა არის 5:30 და ხედავთ როგორი უკუნითი სიჩუმე, აი უკუნითი სიწყნარი, არ ვიცი, ასეთი მკვდარი ქალაქი თუ გინახავთ სადმე, ახლა ვხვდები რატომ იყვნენ ჩემი მშობლები და ჩემი ოჯახი ასეთი გაოცებული, რატო არიან ასეთი გაოცებულები, რომ ჩამოდიან ხოლმე ჩვენთან და სულ იმას ამბობენ, რომ რა სიწყნარეა, ამხელა კორპუსები, ამდენი ხალხი, გგონიათ ხალხი არ დადის? დადის. ვხედავდი, რამოდენიმე ბავშვებითაც შემოხვდნენ, მაგრამ ისე ჩუმად, ისე წყნარად, რომ არ ვიცი, აი ხმა არ ისმის. როგორც ძაღლები ჰყავთ გაწვრთნილი, სად უნდა დაიყეფონ და სად არა იციან, ზუსტად ასევე ყავთ პატარა ბავშვებიც. მარტო ჩემი შვილები არიან ნადირები, თორე ამათ ისეთი ბავშვები ყავთ, რომ რა ვიცი, გაწვრთნილები. კვერცხები გამოვიდა აი ასეთი და არის ძალიან ლამაზი. ყვითელს გავუკეთე მარგალიტებით და ზუსტად ეს გახდა ჩემი დღევანდელი ნაკეთობის ინსპირაცია. გარეთ რომ ვიყავი, მომივიდა ასეთი იდეა თავში და მოვიძიე სურათებიც, არსებობს ასეთი მაგიდის გადასაფარებლები და ახლა ხედავთ კადრში როგორ გამოიყურება. საერთოდ არ ვარ მზად, ალბათ რომ მქონდეს მოცდის უნარი და ხვალამდე დამეცადა, ძალიან მაგარი რაღაც გამოვიდოდა, მაგრამ არ შემიძლია, ხვალამდე ვერ მოვიცდი, ხამი ალბათ ვერ დამეძინება ამაზე ფიქრით და ჯობია რომ რაც მაქვს იმით გავაკეთოახლავე. ეს არის ფარდა და ეს არის ძველი ფარდა, 2 იყო ასეთი ფარდა და 1 გადავაგდე, ამის გადაგდება დამვიწყებია, ამიტომ ეს ფარდა წავა საქმეში, ამას დავჭრი და მინდა რომ გავუკეთო მარგალიტები. მარგალიტებიც არ მაქვს საერთოდ, მაღაზიები სავსეა უამრავი სხვადასხვა ფერის და ფორმის მარგალიტებით, მაგრამ რადგან მე დრო არ მაქვს და ახლა არ შემიძლია რომ წავიდე მაღაზიაში, გამოვიყენებ აი ამას. ეს იყო ნიცას ძველი სამაჯური. კიდევ კარგი რომ ეს სამაჯურიც არ მოვისროლე და არ გადავაგდე და გადაურჩა დღევანდელი დღისთვის. ამავდროულად გამითავდა ცხელი წებო და წებოც აღარ მაქვს, ამიტომ აი ამით გავაკეთებ, ეს არის ფრჩხილების წებო და ასევე ვფიქრობ რომ ძალიან მოუხდება ოქროსფერი მარგალიტები, მაქვს ასეთი მძივი მარგალიტების, ესეც მაგიდის გასაფორმებლად არის და ვფიქრობ რომ უნდა მოუხდეს ოქროსფერიც. ჩემი აზრით ესენი არის ძალიან დიდი და აი ამ პატარებსაც გამოვიყენებ თუ რამეა. მოკლედ თუ კარგი გამოვიდა და ჩემს წარმოსახვაში უნდა გამოვიდეს
ძალიან ლამაზი. უნდა მოუხდეს ხრუსტალის სერვირებას, გამჭვირვალე ჭურჭლის სერვირებას და თუ დრო მექნება, თუ პატარა დამაცდის, გავშლი აუცილებლად მაგიდასაც და გაჩვენებთ როგორ გამოიყურება უკვე გაშლილ მაგიდაზე. წინასწარ გეტყვით, აქ კადრში არ ჩანს, მაგრამ ამ ფრჩხილის წევამ საერთოდ არ დაიჭირა. ეწებებოდა ჯერ მაგიდას და შემდეგ სძვრებოდა, არ ვიცოდი რა მექნა და გადავწყვიტე რომ კიდევ ერთხელ შემემოწმებინა ჩემი ცხელი წებო მქონდა თუ არა. არ მქონდა სამწუხაროდ, მაგრამ თვითონ პისტოლეტს რომ ეძახიან წებოს, შიგ იყო დარჩენილი ცოტა და იდეალურად მოერგო, საკმარისზე მეტი იყო დარჩენილი, მოკლედ გამიხარდა, შევაერთე და იმითი დავაწებე. ულამაზესი გამოვიდა, ძალიან ლამაზი გამოვიდა. ვფიქრობ, რომ დავამატო კიდევ მარგალიტები და გავაკეთო ანდა თუ შემხვდება გამჭვირვალე მატერია, წულის მაგვარი, აი საპატარ ზლოკაბებს და რაღაცებს რო აკეთებენ, მსგავსი თუ შემხვდა, იმას შევიძენ და იმითი გავაკეთებ მხოლოდ თეთრი მარგალიტებით, ახლა დავამატებ ყვითლებს, მიუხედავად იმისა, რომ ყვითელი ძალიან უხდება. ხედავთ ახლა შედეგს, იდეალურად მიეკრო და საერთოდ არ სძვრება, დამციმდა და ასევე რაც მთავარია, ნებისმიერ ფორმას იღებს. ხედავთ ახლა კადრში, როგორ ფორმასაც გინდა, ისეთ ფორმას მიაცემინებ. მე რა თქმა უნდა ნაპირზე დავდებ და გადავაფარებ ასევე ნაპირზეც, რომ პატარამ არ მოკიდოს ხელი და არ გამოკაჩოს, თორე უყვარს ესეთი რაღაცეები, პირდაპირ იღებს და ქაჩავს და ყველაფერს დაბლაყრის. ასე რომ ხედავთ როგორი ლამაზი გამოვიდა, აი ძალიან ლამაზია, რაღაც საპატარ ძლოს გავს საქორწინოს და ვფიქრობ, რომ ასევე სააღდგომოთაც ძალიან ლამაზი იქნება. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. დიდი იმედი მაქვს, რომ თავი არ მოგაბეზრეთ ჩემი აბდაუბდალ საუბრით, რადგან ახლა არის ღამის 12 საათი და ახლა ვახმოვანებ. ასე რომ ცოტა მეპატიება ხარვეზები, ასევე გილოცავთ წინასწარ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ქრისტე აღსდგა და მომავალ შეხვედრამდე.